15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღე აღინიშნება. ინიციატივა ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძეს ეკუთვნის. მისი განმარტებით ყველაზე ლამაზი და ერთგული სიყვარული სწორედ ქართველებმა იციან და ჩვენს ქვეყანაში ეს დღე ამიტომაც უნდა არსებობდეს. სიყვარულის დღე 31 წელია რაც აღინიშნება. მოგესალმებით, ძალიან დიდი სიყვარულით, მთელი გულით მოვიკითხა, ჩემს კახეთს რა თქმა უნდა განსაკუთრებით აქედან გურჯაანს მოვიკითხა, უამრავი მეგობარი მყავს გურჯაანში, ბევრი თანამებრძოლი მყავს გურჯაანში და მათ მინდა უპირველეს ყოვლისა მიულოცო დღევანდელი დღე, ეს გაზაფხულის შუათვის შუა რიცხვი 15 აპრილი. რაც შეეხება იმას, რომ აგერ უკვე 31 წელია 31 წელი რა ადვილად სათქმელია, თუმცა ძალიან დიდი ბრძოლა და ომი გადავიტანეთ ყველა გაგებით აი 31 წლის განმავლობაში და თქვენ დააბრუნეთ ახლა დრო უკან და გადახედეთ რა პერიოდი იყო 31 წლის წინ და რატომ მოგვიწია ჩვენ აი ესეთი დღესასწაულის მოფიქრება და მოგონება. ეს იყო წლები, როცა ყველაზე მეტად ხალხს და ადამიანებს აკლდათ სიყვარული. ჩემდა სამწუხაროდ ახლაც არ ვთვლი მაინც და მაინც განებივრებულად თავს რომ ყოველი დღე სიყვარულის არის, მით უმეტეს არ არის ასე სამწუხაროდ უნდა იყოს, მაგრამ რაღაცა გამორჩეული დღესასწაულები ისე როგორც ერთი კონკრეტული დღე აქვს, მაგალითად ბავშვთა დღე 1 ივნისი, ქალთა დღე 8 მარტი და დედათა დღე 3 მარტი, ესეთ სიმბოლური დატვირთვები ყოველთვის მნიშვნელოვანია და ალბათ ეს სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ დღეს, მაგრამ ის რომ სიყვარული ზოგადად აქ არ მოიაზრება კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას და კიდევ ერთხელ ვამბობ უკვე 31 წელია ხალის და მამაკაცის სიყვარულზე არ არის რა თქმა უნდა მხოლოდ საუბარია ოჯახის სიყვარულზე, საუბარია სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ქალაქის, საკუთარი ქუჩის სიყვარულზე და ზოგადად ეს თემა თვითონ ეს სიტყვა სიყვარული იმდენად მრავლის მომცველია რომ ყველაფერი დადებითი და პოზიტიური მასში შეგვიძლია გავაერთიანოთ და აი ეს იყო მიზანი 31 წლის წინ რომ დაიწყო ეს ყველაფერი და ნუ აი დღემდე რა ვიცი მე უკვე კალენდარს ვოშლი ხოლმე ხანდახან სიამოვნებით უყურებ იქ აწერია 15 აპრილი სიყვარულის დღე და რა თქმა უნდა ეხა ეს საამაყოა იმიტომ რომ წლებია ღონისძიება დამკვიდრდა წლებია საზოგადოების სხვადასხვა მიდგომებისგან გამომდინარე მე რა თქმა უნდა ფაქტს ხედავ რომ ადამიანები ერთმანეთს კიდევ ერთ სიმბოლურ დღეს ლამაზად ულოცავენ ერთმანეთს